ვენერა უკვე რეტროგრადული 1 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, ხო, ვენერა არის რა? სიყვარულის და რა თქმა უნდა ფინანსების პლანეტა. შესაბამისად, არა მხოლოდ მერკურის რეტროგრადულობის დროს ხდება ხოლმე ეს ყოფილების დაბრუნება, არამედ ვენერას რეტროგრადულობა რომ გვაქვს, მაშინ ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყოფილების დაბრუნება და უშუალოდ ხო ხალხი ბრუნდება წარსულიდან, ან უბრალოდ შეიძლება მოგაწვათ ახლა გარკვეული ნოსტალგიები და გახსენდებათ სცენარები წარსულიდან. ხშირ შემთხვევაში ხო ეს სცენარები არის ხოლმე დასამუშავებელი, ან ის რაც თქვენმა ფსიქიკამ ვერ გაუშვა, ხო? ამიტომ რეტროგრადულობის პერიოდში რაც გახსენდებათ, ხო, უმჯობესია ამის დამუშავება და გაშვება, თქვენ თუ გინდათ რომ წახვიდეთ წინ. ფინანსური დაბანდებები და მსგავსი წამოწყებები არ ვარგა, არც ახალი ურთიერთობების დაწყება არ ვარგა ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში, ეს გაითვალისწინეთ. რატომ? იმიტომ რომ უამრავი ხარვეზი იცის ხოლმე ამან. თუმცა ძველი ურთიერთობების აღდგენა შეიძლება, კორექტირება შეიძლება, ძველი ფინანსური ვალების გასტუმრება შეიძლება, კი ბატონო, მშვენიერი და იდეალური პერიოდი ამისთვის, მაგრამ ახალი ვალის აღება დავუშვათ, ხო, ან ახალი ფინანსური დაბანდებები, თუ ეს არ იყო ადრე დაგეგმილის გაგრძელება დავუშვათ, ხო, ეს არ ვარგა ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში, თუ არ გინდათ რომ მერე ინანოთ. თან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ გვაქვს დაბნელების პერიოდი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.